თვითიზოლაციის ორთვიანი პერიოდი რომ კიდევ დიდხანს გვემეხსოვრება, ამაზე ალბათ არავინ დაობს. თუმცა იზოლაციის ხიბლი განსაკუთრებით საინტერესო მაშინაა, როცა ამ დღეებს 13 სულიან ოჯახში ატარებთ. ამ სახლში ცოლ-ქმარი და 11 შვილი ცხოვრობს, თუმცა ამჟამად ოჯახის 3 წევრი თბილისში სასწავლებლად იმყოფება. შეიძლება გაგიკვირდეთ და მათთვის COVID იზოლაცია არც თუ ისე რთული გადასალახი აღმოჩნდა. უფრო მეტიც, როგორც ოჯახის დიასახლისი გვიყვება, ამ პერიოდმა საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. მე ისეთი რეჟიმი მაქვს, როგორც ჰქონდა ადრე, მე პირადად. ბავშვების ისე გაჩერება დღევანდელ დღეს ისეთი აქტიური ბავშვებია, ცოტა ძნელი კი დარჩა სახლის პირობებში. ენერგიასაც ვეღარ ხარჯავენ, როგორც ადრე ხარჯავდნენ სექციებში, რომ დადიოდნენ. და აქედან გამომდინარე, უფრო ალბათ რთული დარჩა ჩემთვის ეს მიმართულებით ეს каранტინის პერიოდი. ნუ ერთი მხრივ შემსუბუქთა ეს ტარება მუსიკაში, ცეკვაში, სკოლაში მომაკლდა საზრუნავი, მაგრამ მეორე მხრივ ბავშვებს სახლში ვერ ვაჩერებ. ერთია რომ ეს ცოტა სწავლის რო შეიცვალა რაღაცა, ეს ცოტა მივაჯაჭვე ტელეფონს და იმას რომ იმეცადინო, გაკვეთილი ვისწავლონ, მოусვინონ პედაგოგს. ოჯახში დღის რეჟიმით საკმაოდ დატვირთული იყო. სახლში ყოფნისას ბავშვები ონლაინ გაკვეთილებს ესწრებოდნენ, ამზადებდნენ ხელნაკეთ ნივთებს, თოჯინებს, თავს ირთობდნენ სხვადასხვა სამაგიდო თამაშებით. ეხმარებოდნენ დედას როგორც საოჯახო საქმეებში, ასევე უმცროსი ძმის 6 თვის გაბრიელის მოვლაშიც. ვერ ვესწრები გაკვეთილებს, რადგან ჩემი და ტელეფონები არ გვაქვს და ჩემი და ესწრება დედაჩემის ტელეფონი. მივდივარ მეზობელთან და ის ჩემი კლასელია და მაგასთან ერთად ვესწრები. ჟურნალები გვაქვს, მითაც ვერთობით, კარუსელები, საბავშვო კარუსელი არის. აი მაგაში კროსვორდები და რაღაცებია, მაგრით ვერთობით. ახლა ოჯახში არასრული შემადგენლობაა. დედაქალაქში სასწავლოდ წასულმა სამმა შვილმა პანდემიის შედეგად ამოქმედებული რეგულაციების გამო შინ დაბრუნება ვერ შეძლო. ახლაც გამიცი ძალიან მენატრებიან, მაგრამ სხვა გზა არ ქონდა, იმიტომ რომ გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე, თან მუშაობს უფროსი ბიჭი საქართველოს ბანკში სტაჟიორად, პროგრამისტია და ისე მოხდა, რომ ეს არა ქვია, სპეციალურად არ წამოვიდნენ და მე საავადმყოფო ჩამოსვლა რო უნდა, თუ კი აღარ გამოვიდეთ, გადაკეტილი იყო გზები. და პირველ ეტაპზე მართლა სპეციალურად არ წამოვიდნენ და განვიცი ახლა რა თქმა უნდა, მაგრამ ისე კარგად არიან ჯამთელად მის საქმეს აკეთებენ. ჩემი გოგო სამედიცინოს სწავლობს მესამე, ძალიან აქტიური აქვს და ფიზიკურად ვერ მოახერხებდა მაინც მეცადინეობას, მაინც არ გამოვიდა და ასე რომ ასე ჯობდა მე მგონი. ნუ გაიხსნება ყველაფერი სატრანსპორტო საშუალებები ალბათ ქალაქთა შორისო და ჩამოვლენ ალბათ რა ვიცი. როგორც მოუხერხდებათ ისე. ძალიან განვიცდი. ოჯახი ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რითმს უბრუნდება. იმედი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, არასდროს დაუკარგავთ. ეს იყო ერთგვარი განსაცდელი, რომლის გადალახვაც ყოველგვარი პანიკის გარეშე შევძელით, ამბობს 11 შვილის დედა.